რაც ქონდა ბრძანება მიცემული, იმ ბრძანებას ასრულებდნენ თუ არა. გადმოიყვანეს გლდანის ციხეში. ალბათონოთია, მე ამას ციხეს ვერ დავარქმევ. აი ეს უკვე იყო ჯოჯოხეთი, სადაც ჩემი ძმა მოხვდა. იმ დღიდან ჯოჯოხეთში იყო ისიც და ჩვენც ისე ტრიალებდით ამ ჯოჯოხეთში. დაიწყო მისი წამება. აი სულ რამდენიმე თვეში როგორ შეიძლება ჯანღონით სავსე ადამიანი არაფერი რო არ ჰქონდა, მხოლოდ სტენდი ჰქონდა გულზე გაკეთებული და ყველანაირად ჯანმრთელი იყო, რამდენიმე თვეში ფაქტობრივად აღარ იყო ის და ის თვეები, რაც დატოვეს ციხეში, ეს იყო აი უსაშინლესი, სიტყვას ვერ ვპოულობ, რო ვთქვა რა მდგომარეობაშიც ის იყო. რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ცემით. პაემნებზე რო ხვდებოდი შეხვედრებზე, სახეზე არაფერი არ ეტყობოდა და სახეზე ხო არ ასწევდნენ, სცემდნენ გვერდებში, რომ თირკმელები გაეთიშა. რამდენიმე თვეში თირკმელები საერთოდ აღარ ჰქონდა, დიალეზზე იყო. არც აი პაემნებზე რო ან დაგველაპარაკა, უფლება არ ჰქონდა იმისი, ვერც მე ვეუბნეოდი ვერაფერს და ვერც ის. ყველა შეხვედრაზე ერთი და იგივეს მიმეორებდა, მომკლავენ. სულ მაგას ამობდა, მომკლავენ. არსად არ წახვიდე, არსად განცხადება არ დაწერო, თორე მომკლავენ. მაგრამ მე მაინც ვწერდი განცხადებებს და ითხოვდა კიდევ გადაყვანას. ოღონდაც აქედან გადამიყვანეთ, აი ისე მემუდარებოდა იმისი თვალები, ეხლას თვალწინ მიდგა, მეხვეწებოდა, მემუდარებოდა, ოღონდაც აქედან გადამიყვანეთო. სამჯერ დავწერე დავით ჭაკუას სახელზე, საჯელახსოვრობის დეპარტამენტის სახელზე განცხადება. საერთოდ განხელულიც კი არ იყო ის ჩემი განცხადება. აი საერთოდ რეაგირებაც არ იყო, რომელ პასუხზე იყო ლაპარაკი. და განწირული ყოფილა თურმე მე მაშინ არ რას ვიგრძნობდი და რას გავიგებდი, რომ სასიკვდილოდ იყო განწირული, რომ სამაგალითოდ უნდა დაესაჯა ჩემი ძმა, რომ მე სხვისთვის ის ყოფილიყო მაგალითი. ეს უდანაშაულო ადამიანი აი ეს მდგომარეობაში ჰყავდათ.